მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა ნოემბერი კუროებისთვის. რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გვტოვებს, მას ერთად განვიხილოთ. ნოემბრის თვე. დავიწყოთ, რა ენერგიებში ხართ? რა ენერგიებში ხართ? ძალიან მოწყენილები ხართ, საკუთარ თავთან ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტი. აი ნახეთ, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან გიჭირთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რას უკავშირდება ფინანსებს, პირად ურთიერთობებს და ასე შემდეგ. ნახეთ, იქ სადაც იყო დისკომფორტი, სადაც იყო გატრიალებული პარტნიორი, ბევრი თქვენთაგანთან იწყებს მოტრიალებას თქვენი პარტნიორი და იწყებს ქმედებებს, ნაბიჯებს თქვენსკენ. ვისთანაც არ არის აქტუალური პარტნიორი, მაშინ გეტყვით იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობა ახალი ადამიანის გამოჩენის, რომელსაც მოაქვს გულწრფელი ემოციები და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებები თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია წარსულის პარტნიორის დაბრუნებაც, ეს ერთგვარად იქნება თქვენი გამარჯვება და ეს აგიმაღლებთ ეგოს და თვითშეფასებას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ბევრ თქვენთაგანთან, სადაც არის უბრალოდ ურთიერთობები, დამერწმუნეთ, რომ ბევრს აქვს შანსი იმის, რომ ხელის თხოვონ ოჯახი შექმნან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ უზარმაზარი ოჯახური იდილი მოდის გამართლებით პირად ურთიერთობებში, ძალიან დიდი სიყვარულის ენერგია, მოკლედ გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ვისთანაც მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობების დალაგება, ახალ ეტაპზე გადასვლა, ვისთანაც არ არის პარტნიორი, აუცილებლად ჩნდება პარტნიორი, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი თქვენთვის და საბედნიეროდ მიხვალთ იმ შედეგამდე, რასაც ძალიან დიდი ხანია ელოდებით ემოციების თვალსაზრისით და პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, სადაც კრიზისებია, იქაც გამოდიხართ აუცილებლად. მოდი ვნახოთ ეხლა ფინანსები, რა ხდება ფინანსებში. რა ხდება ფინანსებში? აი აქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ სხვათა შორის. არჩევანის წინაშე დგახარ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს თქვენ დაკავებულ თანამდებობას სამსახურს. იქ ცოტა მტრები გყავთ და მიაქციათ ყურადღება. მაქსიმალურად ცდილობენ თქვენს მართვას ფსიქოლოგიურ დონეზე, მენტალურ დონეზე, ამიტომ ამას ნუ მიაქციათ ყურადღებას, ნუ აღიქვავთ ამას მძიმე ღალატად ან რაიმე მძიმე ენერგიად. სხვათა შორის ბევრ თქვენთაგანთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის კარიერის თვალსაზრისით, შესაძლებელია სამსახურის შეცვლაც განიხილოთ, ვინც არ მუშაობს აქ თავაზება იქნება აუცილებლად სამსახურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის თქვენი დაკავებული თანამდებობა და სხვათა შორის მნიშვნელოვანი წინადადებები იქნება, რაც მოგიტანთ უზარმაზარ ძალას და რესურსებს. ყველა ვარიანტში მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა გახვიდეთ. აქ ფრთხილად იყავით იმპერატორთან, აქ ცფიერი ადამიანია. ეს ადამიანი შესაძლებელია ფინანსებს უკავშირდებოდეს. ამიტომ რჩევა იქნება ჩემთვის ნოემბრის თვეში, ნუ გასცემთ მამაკაც, ნუ მისცემთ განსაკუთრებით ქალებს მიმართავ სესხად თანხას, ნუ ათხოვებთ, ნუ რა ვიცი, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ის იქნება დაკარგული თანხა და ამ რესურსს უკან ვეღარასოდეს ვეღარ მიიღებთ. ამიტომ თუ მარგინდეთ გადასაყრელი არ გაქვთ, მაშინ ნუ გასცემთ სესხად. რაც შეეხება მეგობრებო, აქ ორსულობის ალბათობაც არის, ვისთანაც აქტუალურია და ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ, ვისთანაც არ არის აქტუალური, იმიტომ რომ პროცენტულობით ძალიან მაღალია ამის ალბათობა. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უზარმაზარი ტრანსფორმაციას გადიცდით. სამსახურთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ბევრი თქვენთაგანი დაკავებულ თანამდებობას დატოვებთ და შეიცვლით სამსახურს, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ისეთი ენერგიები, თითქოს უკვე ნახეთ, ამოწურა იმ სამსახურმა თქვენი რესურსები აბსოლუტურად. იქ აღარაფერი საინტერესო აღარ ხდება, იქ აღარ არის ნახეთ პერსპექტივები, ამიტომ გინდათ არ გინდათ მოგიწევთ ამ სამსახურის შეცვლა, ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, აი საბოლოოდ მიიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოდი ორიოდე სიტყვით ვნახოთ ჯანმრთელობა, ინტუიცია ძალიან გამწაფებული. თუ ვინმესთან იყო ავადმყოფური ტენდენციები, რაიმე გაწუხებდათ ჩემო ძვირფასებო, ხელახლა დაბადება ხდება თქვენი ახალი ენერგიების მოზღვავება, ახალი ნაბიჯები, ახალი ტენდენციები, აი თითქოს ხელახლა უნდა დაიბადოთ, ეს მოგიტანთ უზარმაზარ ძალას, რომელიც გამოგიყვანთ საკმაოდ დიდი ხანი მერყევი ენერგიებიდან ჯანმრთელობას გულისხმობ ჩემო ძვირფასებო. ენერგეტიკული თვალსაზრისით ხელახლა დაბადება უნდა მოხდეს თქვენ ნამდვილად. აი ნამდვილად. რჩევა იქნება ბევრ თქვენთაგანთან, ვისთანაც არ არის ჭერი ნაკურთხი, აი რა ვიცი, რატომ მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემთან, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ გითხრათ, რომ ის ჭერი, სადაც ხართ, არსებობთ და ცხოვრობთ, იქ აუცილებლად უნდა მოხდეს ენერგიის წმენდა, იმიტომ რომ არ მომწონს ის სივრცე, სადაც იმყოფებით, ბევრ თქვენთაგანთან ყველასთან არ არასაკვირველია, იმიტომ რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა ვისაც არ გაქვთ ნაკურთხის 4 კედელი, სადაც ცხოვრობთ და თქვენი ოჯახია, აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება. იმიტომ რომ ითხოვს ენერგიის წმენდას იმისთვის, რომ მოხდეს ძალიან ბევრი ცვლილებები, სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და თქო უნდა მექნება, ერთგვარად რჩევაც იქნება, რომ ის აუცილებლად გააკეთეთ, იმიტომ რომ ამას ძალიან საინტერესო ცვლილებები მოაქვს.
რაც შეეხება გამგზავრებას, ვიღაცა გეგმავდა სამწუხაროდ ეს გზა არ შედგება, არც კი გირჩევთ ახლა რაიმე გზაზე გამგზავრებას, იმიტომ რომ აქ რაღაცა დაბრკოლებებია ძალიან მნიშვნელოვანი გზებზე, მაქსიმალურად მოერიდეთ მაინც და მაინც ნოემბერში გზაზე გამგზავრებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობების წინაშე შესაძლებელია აღმოჩნდეთ ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არ იქნება მაინც და მაინც ახარბიელო ეს გზა თქვენთვის. კიდევ ერთხელ ვიძახი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიაქცეთ ყურადღება აუცილებლად წელის, ზურგის და ფეხების არის, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებით ფეხები იცით, რაღაცა ძალიან დამძიმე ენერგია მომდის, ვინმე არ მოიტეხოთ ფეხი ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ტრამვას ხედავ. მიაქცეთ ყურადღება, სად დადიხართ, როგორ დადიხართ და ნახეთ ავადმყოფური მომენტებიც არის. თუმცა ეს არაფერი ისეთი არ არის გამოხვალთ ყველა ვარიანტში ამ მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ ტრამვის უზარმაზარი ალბათობა არსებობს. გზებზე მანქანას საჭეს ვინც მართავს, იქაც ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ნოემბრის თვეში. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.